კარგით, ეხლა გავაკეთოთ 300-ს მეორე ამოცანა. ნუ აქ სურათი არის, ესე იგი მოცემული. ჯერ სურათი გადავხატოთ და მერე ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი აქ არის ეგეთი სიტუაცია, რომ ეს არის რაღაცა კედელი არის. კედელში დამაგრებულია ორი ღერო. AC და AB ღეროები და C წერტილში კიდეა ტვირთი. და უნდა ვიპოვოთ AC და BC ღეროებზე მოქმედი ძალები. მოცემული არის ესე იგი, რომ AB უდრის 1.5 მეტრს, AC უდრის 3 მეტრს და BC უდრის 4 მეტრს. ხოლო ტვირთის მასა 200 კილოგრამი არის. ნუ მასა არის 200 კილოგრამი. მოდი ვნახოთ აი ამ C წერტილზე რა ძალები მოქმედებენ. მოქმედებს ცხადია აი ამ ტვირთის სიმძიმის ძალა, აი მოდი ესე დავხატოთ და ცხადია რომ ეს რო გაჩავს ესე იგი ეს ტვირთი ქვევით, ესე იგი AC ღერო იჭიმება, ამიტომ საპასუხო ძალა იქნება მიმართული საპირისპიროდ. ხოლო რაც შეეხება BC ღეროს, ის იკუმშება და საპასუხო ძალა იქნება ზევით მიმართული, BC-ს გასწორებ. ეხლა აქ მთელი იდეოლოგია იმაში არის, რომ ფაქტიურად აი ამ რეაქციის ძალებმა, AC ღეროსი და BC ღეროს რეაქციის ძალებმა მათმა ტოლქმედმა უნდა გააბათილოს ესე იგი ეს სიმძიმის ძალა. აი მოდი დავხატოთ აი ამ ორი ძალის ტოლქმედი და ფაქტიურად აი ესეთი სიტუაცია უნდა იყოს, რომ ეს მე დავხატე ეს ესე იგი ეს მონაკვეთი არის ესე იგი BC-ს გასწორებული მიმართული და აი ეს ტოლქმედი რო იყოს, ესე იგი აი ნახეთ პარალელოგრამის წესით მიხატია ჯამი. მაშინ ეს არის n პირველი რეაქციის ძალა, ეს არის n მეორე რეაქციის ძალა და ამ ძალების ჯამი გვაძლევს აი ამ რაღაცა n ძალას, რომელიც აბათილებს ესე იგი სიმძიმის ძალას mg-ს. მაშინ მე ახლა ნახეთ რა გამოგვივიდა. გამოგვივიდა რომ გვაქვს ესე იგი ჩვენ ABC სამკუთხედი ABC და გვაქვს ძალთა სამკუთხედი, მოდით ესეთნაირად ესე იგი თქვათ იყოს ეს O, ეს წერტილი K იყოს, ეს წერტილი იყოს F. აი წვერო. ესე იგი სამკუთხედი ABC მსგავსი არის სამკუთხედი OC კასი. ესე იგი ესენი პარალელურები არის და ეს კვეთს მათ. ამიტომ ესე იგი ეს კუთხე აი ამ კუთხის ტოლი არის. ხოლო ეს კუთხე, ზედა კუთხე ამ კუთხის ტოლი არის. ეხლა ამ მსგავსობიდან ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ KC ისე შეეფარდება OC-ს, ესე იგი KC ისე შეეფარდება OC-ს, როგორც AB მაბატით, ხო, KC ისე შეეფარდება OC-ს, როგორც ესე იგი AB, სწორია, AC-ს. ეხლა KC ეს mg არის. რატო? იმიტომ რომ ეს არის ამ ორი ძალის ტოლქმედი. mg ისე შეეფარდება OC-ს, OC არის n1, როგორც AB, ნუ AB მოცემული გვაქვს, ესე იგი AB შეეფარდება AC-ს. აქედან n პირველი შეგვიძლია პირდაპირ ვიპოვოთ. n1 იქნება mg გამრავლებული AC-ზე შეფარდებული AB-ზე. ანალოგიურად შეგვიძლია სხვა გვერდები განვიხილოთ. მაგალითად, ისევ KC ისე შეეფარდება OK-ს, როგორც ესე იგი AB
BCS ესე იგი ისევ დავწერთ MG ისე შეიფარდება OK ეგ არის N2 სტოლი იმიტომ რომ ეს პარალელოგრამი არის ნახეთ ეს ამის სტოლი არის N2-ს როგორც ესე იგი AB ესე იგი BCS აქედან N2 უდრის MG BC შეფარდებული AB-ზე აი ესეთნაირად შეგვიძლია ამოხსნათ ეს ამოცანა. ეხლა რეალურად შეიძლება დაგვედგინა მაგალითად ვთქვათ ეს კუთხე ან ეს კუთხე ამისათვის უნდა გამოგვეყენებინა კოსინუსის თეორემა, მაგრამ ეს ბევრად უფრო რთული მეთოდი იქნებოდა ამ ამოცანისათვის. კარგით. კარგით, გადავიდეთ შემდეგ ამოცანაზე. 303 ამოცანა. ჰორიზონტალურად გაჭიმული თოკის A და B წერტილებს შორის შუა წერტილში გამობმულია წვრილი CD ზონარი. თუ ზონარს დავკაჩავთ ვერტიკალურად ქვევით, შეიძლება თოკი გაწყდეს, ზონარი კი არა. თუმცა თოკის სიმტკიცე გაცილებით მეტია ზონრის სიმტკიცეზე. ახსენით, როგორაა დამოკიდებული თოკის დაჭიმულობის ძალა მოქმედ F ძალასა და ალფა კუთხეზე. აი ნახეთ აქ სურათი როგორი არის, ესე იგი თქვა წარმოიდგინეთ, რომ აქ რაღაცა სამაგრები იყო, ერთი და მეორე სამაგრე არის, მათ შორის თოკი იყო გაჭიმული და მაგრამ რომ გავკაჩავთ, ესე იგი აი შუა წერტილზე, ესე იგი ამ ზონარს, ესე იგი ქვევით რაღაცა F ძალით, ეს ზონრები დაიჭიმება და ეგ წარმოიშობა რაღაცა ალფა კუთხე. ეხლა აქ ნახეთ რა ხდება. ესე იგი ეს არის დაჭიმულობის ძალები, თქვათ, სიდიდით ერთნაირი არის, მაგრამ მიმართულებით სხვა არის. ეხლა ეს წერტილი წონასწორობაშია. ამიტომ მოდი დავარქვათ ამას T1, ამას დავარქვათ T2 და წონასწორობის პირობა ჩავწეროთ, ესე იგი ამ წერტილისთვის. F plus T1 plus T2 ტოლქმედი ძალა უდრის 0-ს, რადგან ეს გაჩერებული არის. ეს თუ ალფა არის, ესე იგი ეს კუთხე ალფა ნახევარი იქნება. აბა მოდი დავაგეგმილოთ, ესე იგი ისევ X ღერძზე და Y ღერძზე. ეხლა X ღერძზე დაგეგმილებით X ღერძზე. გვექნება, ეს არის ალფა ნახევარი, ხო? ეს არის 90 გრადუს მინუს ალფა ნახევარი. ეგეთ იმიტომ რომ ეს არის ალფა, ეს არის ალფა ნახევარი. მაგრამ სადამე X ღერძზე დაგეგმილებით გვექნება X ღერძზე minus T1 კოსინუს 90 გრადუს მინუს ალფა ნახევარი. აი ეს კუთხე არის 90 გრადუს მინუს ალფა ნახევარი. პლუს T2 კოსინუს 90 გრადუს მინუს ალფა ნახევარი. უდრის 0-ს. იმიტომ რომ F-ს არ აქვს გეგმილი X ღერძზე. რადგან T1 T2 სტოლი არის, ესენი გაბათილდება და ახლა აქ არაფერ საინტერესოს არ მივიღებთ აქედან. ეხლა მოდით Y ღერძზე დავაგეგმილოთ. გვექნება T1 კოსინუს ალფა ნახევარი პლუს T2 კოსინუს ალფა ნახევარი უდრის F-ს. ამდა მივიღებთ, რომ ორჯერ, T1 T2 სტოლი არის, 2T კოსინუს ალფა ნახევარი უდრის T-ს. უდრის F-ს. აქედან T გამოვა 1/2, ესე იგი F ნახევარი შეფარდებული კოსინუს ალფა ნახევარზე. და F-ი გაყოფილი ორჯერ კოსინუს ალფა ნახევარზე. ეხლა ცხადია, რომ ზოგჯერ T შეიძლება იყოს მეტი F-ზე. აბა მოდით ვნახოთ რა შემთხვევებში იქნება T მეტი F-ზე. T რომ მეტი F-ზე იყოს, ამიტომ უნდა ჩავწეროთ, რომ F-ი გაყოფილი ორჯერ კოსინუს ალფა ნახევარზე უნდა იყოს მეტი F-ზე. ანდა ორჯერ კოსინუს ალფა ნახევარი
უნდა იყოს ნაკლები 1-ზე. ესე იგი, აქედან გამოდის, რომ კოსინუს ალფა ნახევარი უნდა იყოს ნაკლები 1/2-ზე. ახლა 1/2-ის ტოლი კოსინუსი 30 გრადუსზე არის. ასე რომ და კოსინუსი თან კლებადი ფუნქცია არის. ესე იგი, თუ ალფა ნახევარი მეტი არის 30 გრადუსზე, ანუ ალფა თუ მეტი არის 60 გრადუსზე, მაშინ ესე იგი ტ დაჭმულობის ძალა გამოდის მეტი ვიდრე f-ი. ამიტომაც შეიძლება მოხდეს ისე, რომ ეს აქ დიდი დაჭმულობის ძალა წარმოიშვება და გაწყდეს ეს თოკი და არა ესე იგი ქვედა თოკი. კარგით, 304 ამოცანა. მოგცემს თუ არა ძალაში ორჯერ მოგებას 51 სურათზე გამოსახული მოძრავი ბლოკი. როგორ იცვლება გვალზე მოდებული F ძალის მოდული ტვირთის აწევასთან ერთად. ხახუნსა და ბლოკის წონას ნუ გაითვალისწინებთ. აი ნახოთ აქ სურათი როგორი არის. ესე იგი, აქ არის ერთი უძრავი ბლოკი, მეორე არის ესე იგი მოძრავი ბლოკი და აქ ზონარი არის გადადებული. ესე მოდის და აქ არის დამაგრებული. ხო, აქ ტვირთი არის ჩამოკიდებული. ამას ვქაჩავთ ჩვენ F ძალით. ნუ F ძალა ეს არის დაჭმულობის ძალა. ამ თოკის გასული. ამიტომ ერთი ამ ტვირთზე მოქმედებს ერთი F-ი ამ ზედა მიმართულებით, მეორე იგივე F-ი აი ესეთი მიმართულებით. ნუ ეს მათ შორის იქნება რაღაცა კუთხე ალფა. აი მოდით ალფათი ავნიშნოთ, ესე იგი ეს ნახევარი კუთხე. ეს არის mg. ეხლა დავწეროთ ამ წერტილის წონასწორობის პირობა. წონასწორობის პირობა იქნება ისევ mg ვექტორს პლუს ეს იყოს f1, ეს არის f2 პლუს f1 პლუს f2 უდრის 0-ს, ხო? დავაგეგმილოთ y ღერძზე და გვექნება f1 კოსინუს ალფა, გავიხსენოთ რომ მე ალფათი ეს ნახევარი კუთხე მაქვს აღნიშნული. პლუს ისევ f1 f2 კოსინუს ალფა მინუს mg უდრის 0-ს, ხო? ეს იგი ორჯერ f1 კოსინუს ალფაზე უდრის mg-ს. ეხლა აქედან f1, ნუ ან f-ი f1 უდრიდა f2-ს და უდრიდა f-ს. ხო, ესე იგი f იქნება mg შეფარდებული ორჯერ კოსინუს ალფაზე. ესე იგი, თუ ალფა არის 0 გრადუსი, ესე იგი ეს თოკები თუ პარალელური არის, მაშინ f იქნება mg-ს ნახევარი. mg-ს ნახევარი. აი მაგ შემთხვევაში გვექნება მოგება ორჯერ, მაგრამ რადგან თუ ალფა არ არის 0 გრადუსი, მაშინ კოსინუს ალფა 1-ზე ნაკლები იქნება. და მაგ შემთხვევაში 1-ზე ნაკლებ რიცხვზე გაიყოფა mg ნახევარი და ცხადია f ძალა მეტი იქნება ვიდრე mg-ს ნახევარი. ამიტომ ორჯერ მოგებას არ მივიღებთ თუ ალფა არ უდრის 0 გრადუსს. თუ უდრის, მაშინ მივიღებთ ორჯერ მოგებას. ნუ 305 ამოცანა. მორებს წევენ გვარლით ისე როგორც ეს ნაჩვენებია 52 სურათზე. სად უფრო მეტია გვარლის დაჭმულობის ზალა მარყუჟის A და B წერტილებში თუ C წერტილში, როცა ალფა კუთხე ტოლია 90 გრადუსი, 120 და 150 გრადუსის. ნუ აი ფაქტობრივად სურათი როგორი არის, აი აქ ესე არის თოკები, იქ მერე აქ ტვირთი არის და აი აქ არის ესე იგი ეს არის C, ეს არის A, ეს არის B. ხო? ნუ ხა ქვევით მოქმედებს, ესე იგი ამაზე სიმძიმის ზალა მოქმედებს, ესე იგი ქვევით.
ეხლა ეს C ძალა, აი დაჭიმულობის ძალა აბათილებს, ესე იგი ამ ძალების ჯამს. თან ეს დაჭიმულობის ძალა mg სტოლი არის. ესე იგი T უდრის mg-ს, ეს შეგვიძლია დავწეროთ. ნუ ეს იყოს T პირველი, ეს იყოს T მეორე. ხოლო ეს არის მთელი კუთხე არის ალფა. ნუ დავწეროთ აი ამ წერტილის წონასწორობის პირობა, ესე იგი T ვექტორს პლუს T პირველი ვექტორი პლუს T მეორე ვექტორი უდრის 0-ს, ხო? დავაგეგმილოთ ეს x ღერძზე და y-ზე, ნუ y-ზე დავაგეგმილოთ. ესე იგი T მინუს T1 კოსინუს ალფა ნახევარი მინუს T2 კოსინუს ალფა ნახევარი უდრის 0-ს. ახლა T პირველი და T მეორე დაჭიმულობები ერთნაირია, მოდით ეს f-ით ავუნიშნოთ. ასე რომ გვექნება T უდრის 2f კოსინუს ალფა ნახევარი. ახლა ნუ T-ს შეფარდება f-თან, T-ს შეფარდება f-თან, იქნება 2ჯერ კოსინუს ალფას ნახევარი. ნუ 2ჯერ, ხო, ნუ 2ჯერ კოსინუს ალფა. ახლა აქ ალფას სხვადასხვა მნიშვნელობები უნდა მივანიჭოთ. ახლა თუ ალფა არის 90 გრადუსი, ნუ ალფა ნახევარი 45 გრადუსი არის. კოსინუს 45 გრადუსი არის ფესვი 2-დან 2-ზე. ესე იგი დავწეროთ, რომ T გაყოფილი f-ზე უდრის 2ჯერ ფესვი 2-დან 2-ზე. ესენი გაიკვეცება და ეს ფესვი 2-დან არის. ეს არის 1.4. ახლა თუ ალფა არის 120 გრადუსი, ესე იგი T გაყოფილი f-ზე იქნება 2ჯერ კოსინუს 60 გრადუსზე. 60 გრადუსზე 1/2 ტოლი არის კოსინუსი. ამიტომ 2ჯერ 1/2 ეს 1, ამიტომ T გამოვა f-ის ტოლი. ნუ ახლა 150 გრადუსზე თუ ალფა არის 150 გრადუსი, მაშინ ესე იგი T გაყოფილი f-ზე გამოდის ტოლი 2ჯერ კოსინუს 75 გრადუსისა. ნუ კოსინუს 75 გრადუსისა მეტი არის 1/2-ზე. ესე იგი იქნება მეტი 1/2-ზე. ნუ ამ შემთხვევაში ეს გამოვა 1-ზე მეტი. არა, 75 გრადუსზე ნაკლებია პირიქით. კოსინუს 75 გრადუსზე ნაკლებია 1/2-ზე. 60 გრადუსზე 1/2 ტოლი არის. ამიტომ ეს იქნება ნაკლები 1-ზე. მასშტაბზე გამოგვივა, რომ ამ შემთხვევაში T ნაკლებია f-ზე. ეს იყო 305 ამოცანა. კარგით, ეხლა 306 ამოცანა. შეადარეთ ძალები, რომელიც საჭირო ციგის გადასაადგილებლად 53 სურათზე ნაჩვენებს შემთხვევებში. ციგა ჩათვალეთ ნივთიერ წერტილად და დაუშვით, რომ ხახუნის კოეფიციენტი მუდმივია მთელ გზაზე. ხახუნის კოეფიციენტია მუდმივი. ეს როგორ არის უფრო ადვილი ციგის წაყვანა? ეს ციგა არის. ერთხელ ჩვენ მოქმედებთ, ესე იგი აი ქვევით მიმართული ძალით, მოდით ესე ვთქვათ, ესე იგი ეს f-ი ძალა ქვევითაა მიმართული. ეს არის ალფა კუთხე. მეორე შემთხვევაში ჩვენ ვეკაჩებით ზევით, ესე იგი ეს კუთხე ალფა არის, ეხლა ესე. ეხლა საქმე ის არის, რომ წევის ძალა ორივე შემთხვევაში ერთნაირია. აი ამ სიდიდის ტოლი არის წევის ზალა. ნუ რადგან ეს სიდიდე ძალა და კუთხე ერთნაირი არის, წევის ზალა ერთნაირი იქნება. მაგრამ განსხვავებული იქნება ხახუნის ზალა, იმიტომ რომ f ხახუნი არის μ გამრავლებული n-ზე და ამ შემთხვევაში ქვევით რა ძალები მოქმედებენ? მოქმედებს სიმძიმის ზალა და აი ამ ძალის მდგენელი კიდე. f ძალის ეს ვერტიკალური მდგენელი. აი აქედან აქამდე, ხო? და ამიტომ რეაქციის ზალა
არის ამათი ჯამი. ამ შემთხვევაში ნახეთ, ეს მდგენელი ევძალის ზევით არის მიმართული, ქვევით სიმძიმის ზალა და ეს რეაქციის ზალა. ასე რომ რეაქციის ზალა ამ შემთხვევაში mg და ამ ძალის სხვაობა არის. ამიტომ პირველ შემთხვევაში უფრო მეტად აწვება ციგა ნიადაგს ვიდრე მეორე შემთხვევაში, ამიტომ ხახუნის ზალა აქ უფრო დიდი იქნება ვიდრე აქ. ამიტომ ესე წაყვანა უფრო რთულია ვიდრე ესე. 307 ამოცანა. m მასის ტვირთი მუდმივი სიჩქარით მასის ტვირთს მუდმივი სიჩქარით გადაადგილებენ ჰორიზონტალურ სიტყვაზე ბაგირით, რომელიც ჰორიზონტთან ალფა კუთხეს ქმნის. იპოვეთ ბაგირის დაჭიმულობის ზალა თუ ხახუნის კოეფიციენტი μ-ტოლია. ტვირთი ჩათვალეთ ნივთიერ წერტილად. მიღებული პასუხი გაანალიზეთ ზღვრული შემთხვევებისთვის. ალფა არის 0 და ალფა არის 90 გრადუსი. აი ნახეთ რაზე ალაპარაკი. ფაქტობრივად იმ ამოცანასთან არის დაკავშირებული და თუ რაღაც ვერ გაიგეთ, ახლა უფრო დაწვრილებით აგიხსნით. ეს არის m მასის ტვირთი. ჰორიზონტალურ სიტყვაზე გადავაადგილებთ. ხახუნის კოეფიციენტი არის μ მოცემული და ბაგირი არის ალფა კუთხით მოდებული. ესე იგი, აი თქვათ, ვქაჩავთ ესეთნაირად. ეს არის კუთხე ალფა. ეს ჩვენ მოვდეთ რაღაცა f ძალა. და თანაბრად მოძრაობს ესე იგი ეს სხეული. ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. ჯერ ვნახოთ რა ძალები მოქმედებენ ამ ტვირთზე. მოქმედებს mg ძალა, მოქმედებს s წევის ზალა, მოქმედებს რეაქციის ზალა და მოქმედებს ხახუნის ზალა. f ხახუნის. მაგრამ რადგან თანაბრად მოძრაობს, ესე იგი სიჩქარე არის მიმართული მარჯვნივ, ხოლო აჩქარება არის 0-ის ტოლი. ამიტომ ტოლქმედი ზალა 0-ია, რადგან აჩქარება 0-ის ტოლია. ესე იგი დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. mg plus f plus n plus f ხახუნი უდრის 0-ს. დავაგეგმილოთ x ღერძზე. x ღერძზე დაგეგმილებით მივიღებთ f კოსინუს ალფა მინუს ხახუნის ზალა μ-n უდრის 0-ს. ეხლა y ღერძზე დავაგეგმილოთ. y ღერძზე თუ დავაგეგმილეთ, მექნება n plus f sinus alpha minus mg უდრის 0-ს. ასე რომ n ტოლი არის mg-ს minus f sinus alpha. შევიტანოთ ეს იგი ამ ფორმულაში და გვექნება f cosinus alpha უდრის μ-nს μ გამრავლებული mg-ს minus f sinus alpha. და რა ძალა უნდა მოვდოთო, ესე იგი, აქედან f უნდა ვიპოვოთ, ხო? ამისათვის გავხსნათ ეს ფრჩხილები, გვექნება f cosinus alpha უდრის μ-mg-ს minus μ-f sinus alpha. აქედან ეს μ-f sinus alpha გადავიტანოთ მარცხნივ, f-ი გავიტანოთ ფრჩხილების გარეთ, cosinus alpha plus μ sinus alpha უდრის μ-mg-ს. აქედან f-ი გამოდის ტოლი μ-mg შეფარდებული cosinus alpha plus μ sinus alpha. ეხლა გვეუბნებიან, რომ გაანალიზეთო ორი ზღვრული შემთხვევა. ესე იგი, როდესაც alpha არის 0, ესე იგი ჰორიზონტალურად როცა ვკაჩავთ. ეხლა თუ alpha 0 არის, sinus alpha უდრის 0-ს. ხოლო cosinus alpha უდრის 1-ს. ამ შემთხვევაში f-ი ესე იგი ეს წევრი ამოვარდება, აქ ერთიანი იქნება და f-ი იქნება μ-mg. ფაქტობრივად ამ შემთხვევაში თუ ჰორიზონტალურად მოვუდებთ ესე იგი ამ ძალას, ჩვენ გვჭირდება მარტო ხახუნის ზალის დაძლევა. ეხლა თუ ალფა არის 90 გრადუსი, ეს ნიშნავს, რომ ვერტიკალურად ზევით ვკაჩავთ. ეხლა კოსინუს 90 გრადუსზე არის ესე იგი 1, ხოლო სინუს 90 გრადუსზე, უпростоრად კოსინუს 90 გრადუსზე არის 0, ხოლო სინუს 90 გრადუსზე არის 1-ის ტოლი. ამ შემთხვევაში გამოგვივა, რომ f-ი ტოლია μ-mg შეფარდებული μ-სთან. μ-ები გაიკვეცება და გამოვა mg. ნუ ეგრეც უნდა იყოს, თუ ეს ტვირთი გვინდა ზევით ავიტანოთ,
სიმძიმის ძალის ტოლი ძალა უნდა მოვდოთ მას. კარგით, ეს პარაგრაფი მორჩა. მადლობა ყურადღებისთვის.